ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში, ასეთი რუბრიკით გადის ჩემი გადაცემა, მაგრამ დღეს რაღაც მიზეზების გამო მოვილაპარაკეთ, რომ ბატონმა თენგიზმა წაიყვანოს ეს გადაცემა პირველი ნახევარი. ჩვენი სტუმარია როგორც ბატონი თენგიზ დიხანიძე, ასევე ბატონი გიორგი თავდგერიძე და ჩვენ შევეხებით ალბათ აქტუალურ საკითხებს ყველანაირად დემოკრატიულ დაჭერებს და კიდე სხვა მოვლენებს, რომელიც ძალიან გვამხიარულებს, ალბათ ჭყალებში უნდა ჩავსვათ ეს სიტყვა და პრინციპში მე მგონია რომ მაინც ყველაფერი უკეთესობისაკენ მიდის. ზოგჯერ ის უარესისკენ სწრაფას მოსდევს მე იქეთ მოკლე ინტერვალში. უკეთესი. ასე რომ ვიყურებთ. ძალიან მოგესალმებით, პარისემოლებო, მოგესალმებით აუდიტორია, ბატონო ახში, ბატონო გიორგი, მოგესალმებით. ახლა უნდა წავიყვანოთ ეს რუბრიკა, ახლა პოლიტიკა კი ხედავთ, სადაც ვიმყოფებით ჩვენ და პოლიტიკა რაც არის, ეს ახლა დაჭერების და რაღაც ავანტყოფური რაღაც სეანსები გრძელდება, ბავშვების საკუთარი სისხლის, ხორცის, საკუთარი სხეულის დაზიანება ხელისუფლების მხრიდან საუბედუროთ. ახლა გუშინ ყოველგვარი რეკორდი მოხსნეს, ხო, 30-მდე დააპატიმრეს თუ რაღაც ამდაგვარი, რაღაც ესეთი აბსურდული ბრალდებით, ადრე კიდე რაღაცა ქონდათ, რაღაც მოსატანი, რაღაც ვითო. ახლა საერთოდ წარმოუდგენელია. სრული სოლიდარობა სინდისის პატიმრებს, შემდეგ პოლიტპატიმრებს, გუშინ კიდე დაკავებულებს და იმ ადამიანებს, ვინც ახლა იდეურად არიან გამოსულები და მზად არიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის დაიღონ მნიშვნელოვანი, ასე თქვა, წვლილი. ახლა უპირველეს ყოვლისა ტელევიზიაში ვიმყოფებით ბატონო ახში და მე მგონი თქვენც გამოხატავთ მეც და გიორგიც გამოხატავთ სოლიდარობას იმ თვალსაზრისით განსაკუთრებით ტელეჟურნალისტები კიდე ცალკე თემატიკაა ხო დაჭერების როგორც ასეთი მაინც უნდა გამოვყოთ დიფერენციულად იმიტომ რომ ახლა მოქალაქეები ყველა მოქალაქეა, მაგრამ აი ჟურნალისტ და იმას რო დაიცავდა ამ უპირველეს ყოვლისა ამას რო დაარღვევ, ახლა მე და თქვენ მოგწონს თუ არა გიორგი სანაია თუ ვინც არიან კიდე ხო დაპატიმრებულები, ეგ სხვა ამბავია. კიდე ერთი კომპოზიტორი არჩილ გიორგობიანი დაჭერეს ხუთი დღე ამიტომ გასაგებია ეს საერთოდ მეც, მაგრამ ჩვენ ეს გაფრენდაშვილი დღეს მისმა ადვოკატმა დამირეკა მალხას პატარაია მაგიცავს და მაგას ველოდებია განკარგულება უნდა წავიდეთ რომ მისი მოპატეჟებაც მინდოდა სტუდიაშიც მე-4 წევრად და მე გაფრენდ ძემენ კარგი ის დაწერა პოსტი მაგაზე ნუ მოგდა ამის თანაც რაფორმით დაიჭირეს ნახეთ ეგ როგორ ეს საბისტურად რა ძალადობრივად და რაც თავარია ფსიქოლოგიურად უნდა დათქმულო. უარესი არის რომ აი ეს ჩვენი ახალგაზრდების დიდი ნაწილი რომელიც პოლიციას იმუშაობს, აი ესენი ირხვნებიან. თან აი რა უნდა იცხოვროს იმ კაცმა ასეთი შვილს რა უნდა ასწავლოს, შვილიშვილს რა უნდა ასწავლოს ვერ გავიგე. და ეს ბატონო ახში ეს აუცილებლად მე და თქვენ ალბათ კოლექტიურად გავაკეთებთ ამ განცხადებას, რომ სრული სოლიდარობა იმაზე ხო თქვით და განსაკუთრებით კიდე ტელე ასე თქვა ჟურნალისტებს ის დაკავებულებია, კიდე ვიმეორე მოგწონს, არ მომწონს, ვიზიარებ მაგათ იდეოლოგიას, მაგათ განვლილ ისტორიას, ეგ სხვა ამბავია, რომ ამაში არ შევდივარ, არც თქვენ არ შეხვდათ, მაგრამ ეს რომ სოლიდარობა უნდა და ახლა ალკოჰოლი წილადას თან ახლა 30-მდე ტელეიმიმან ხარდაჭერა გამოხატა ტელევიზიებმა და მე ვფიქრობ რომ სხვა ტელევიზიებმაც უნდა მიბაძონ და თავიანთი პოზიციები არა პერსონალურად არამედ კოლექტიურადაც უნდა დააფიქსირონ მე მგონი ეს მაგათი გადასაწყვეტია ვასიკო მაღალფერიძე არა მოps პროტესტს ჯერ არა ჯერ პაუზა დაიჭირა და დუმილეს იმაში არის პოზაში მაგ ადამიანზე კიდე სხვა დროს ვილაპარაკოთ ახლა გადავიდეთ უშუალოდ იმაზე იმიტომ რომ თან ახლა მზია ამაღლებელსაც გუშინ წერო გადასეს ეს
სახაროვის პრემია. ისე მართალი გითხრათ, სახაროვის პრემია მართალი გითხრათ. მაგ ადამიანის ბიოგრაფიას და პოლიტიკურ მოღვაწეობას კარგად ვიცნობ. ბატონ თენგიზ. დიახ. არ შეწუხდეთ ეს ყველა მიცის, მაგრამ თავარი აქ ეს არ არის როგორი ბიოგრაფია. თავარი არის ის ვინც ჯილდო. არა, ჯილდო, ეკუთვნოდა. იმისი იდეა, თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანს. არა, უკეთესი იქნება სხვა სახელი დაარქვა ეს. ახლა ეს უკვე სხვა საკითხი. კი ბატონო. ესე ხომ აქ უფლება რო გამოთქვა ჩემი დამოკიდებულება სახაროვისადმი და მისი მეუღლე ელენა ბონერისადმი, რომელსაც მაიძულეთ ეგ მეთქვა. მე არ ვაპირებდი, მაიძულეთ. საშენელი განცხადება გააკეთეს მაგან და მაგისმა მეუღლემ. ბონერმა. დიახ, გაგახსენოთ რა თქო, გახსოვთ თქვენ? ვიცი. რუსულად ვიტყვი რა. ესე არ ვაკნენე პირიქით კაცო დაბალი პატივისცემა. ზიას უდიდესი პატივისცემა. მაგრამ ვიტყვი ახლა მაიძულეთ კიდე ერთხელ გიმეორებ. SSR-და ბალშაია იმპერია, გრუზია მალენკა იმპერია. თქვა ესეთი თუ არა, თქვა. როგორც ეს არის არაკომპეტენტური ადამიანის განცხადება და თავისი ცოლის ზემოქმედებით სხვათა შორის. კარგად ვიცი მაქალის ისტორია და ბევრი რაღაცები ვიცით. ამიტომ იმ ადამიანებმაც უნდა გაითვალისწინონ რაღაცეები. აი ესეთი ფსევდო დამოკიდებულებები რო აქ დასავლეთს განსაკუთრებით თელეგის სერიოზულ საკითხებში, იმიტომ შევიდნენ ესე ჩიხში და თელი სამყარო მაგათი ფსევდო ფასეულობების გამო თელი შემთხვევაში აირეა. საუბედუროდ იმედია დალაგდებიან მე ყველანაირი ინტერესი მაქვს ამის ზიას კიდე ერთხელ დიდი პატივისცემა ყველა იმ ადამიანებს ვინც მაგალითს იწვევს ჩვენში ვინც შთაგონებას იწვევს ჩვენში და ვინც მისაბაძები არიან და ხალი რო ამას აკეთებს გასაგებია არ შემიძლია არ ვახსენო კახა მიქაია კი ბატონო ჩემ მეგობარით გუშინ მაგასაც ურეკავდი ბატონო მახში მე მაგას დიდი ხანია ვიცნობ ეგ ზუგდიდეთ აუცილებლად მოვიწევ გამოვა თუ არა შურთან ერთად დააპატემრეს ღამე გუშინ რამდენი ბრძოლა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ კაცო მე ნაცებს და მედის ხარდავა და ესენი რო იყვნენ სადისტი ტიპები იმათ ებრძოდა შიშველი ხელებით და კარგად მახსოვს ეს არის იდეური ადამიანი ეს არის უმწეკლო ადამიანი მე მაგას და მეგობრები ჩე გევარას უძახიან და თავისი ცხოვრების წესში და მით გავს კიდევაც ჩე გევარას რომელიც პოლიტიკაში იმისთვის არის მოსული არაფერი თვითონ არ უნდა და უნდა რომ სამართლიანობა მიზეიმოს ყველაფერს ფასად. ეს არის ესეთი ადამიანები და საბედნიეროდ ესეთები არიან და ჩვენს ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ მათ როგორც ასეთი და მალე ჩემო კახა მალე გამოსვლას გისურვებ ექიდან. ეს შენ ბიოგრაფიაში კიდე ერთი დიდი ასოებით შევა და დიდი ხანი არ დაგჭირდება კიდე. ახლა გადავიდეთ ამ პრელუდიის შემდეგ ბატონო გიორგი თქვენთან ბევრი კითხვები გვაქვს ასე თქვათ. როგორც სამხედრო პოლიტიკური სამოქალაქო და ასე შემდეგ საიდან დავიწყო არ ვიცი და საიდან დავიწყო არ ვიცი და მაინც ახლა დღევანდელი ვითარება კი ვხედავთ მოდი გამოსავალზე ვილაპარაკოთ კონსტრუქციაზე ვილაპარაკოთ მაინც პირველ ნაწილზე თუ შეიძლება ოღონდ ძალიან გთხოვთ შეძლების დაგვარად კომპაქტურად როგორც ეს თქვენ გეხერხებათ ვილაპარაკოთ რა გამოსავალს ხედავთ ინსტიტუციონალურად ჯგუფურად კომბინაციაში როგორ უნდა გამთლიანდეს ეს ყველაფერი რომ ეფექტური იყოს ამ საშუალებებმა მხოლოდ ქუჩის მიტინგებმა და ამხელა იმენა თავის დრეზულად გამოიღო ხო უკვე დასანქციერდა ბევრი და კიდე დაასანქციერებენ და შავდღეში ჩააგდებენ და არ აღიარება ქუჩის დამსავ კი ბატონო მაგრამ ახლა თლიანად ახლა მაღაზე გადავერთო და სხვა ნაწილმა ვერაფერი ვერ გააკეთოს ფუნქციები უნდა გადანაწილდეს და აი ამის შესახებ რა შენაკადები შეიძლება იყოს რომ ეს შენაკადები ამ დინარეში და ზღვაში და შემდგომ ეს ზღვა ოკეანეში გადავიდეს აი ამაზე თუ შეიძლება თქვენი კომპეტენტური აზრი გითხარით მოგესალმებით მივესალმებით თქვენ მაყურებელს ჩვენ მაყურებელს ხო პირველ რიგში ვითარებას შევაფასებთ, აი მარტივი შეფასებები უნდა გქონდეს ჩვენ ხშირად ძალიან სიღრმეებში ჩავდივართ ხოლმე და ისეთ სიღრმეებში, რომელიც შემდეგ თვითონ ამ სიღრმის კვლევას აქცევს თვითმიზანად და არა ის რომ გამოსავალი ვიპოვოთ. პირველ რიგში საქართველოში დამყარდა დიქტატურა, ეს არ არის ავტოკრატიული რეჟიმი ან რაღაც. გადაიზარდა უკვე. კი, არც ოცნების დიქტატურა არ არის, არის პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის დიქტატურა, მას აქვს ეს ყველაფერი მოგებული, ეს არის მისი პერსონალური
დანაშაული მოახდინა ეს სახელმწიფო გადატრიალება და მას ყავს ესე რომ ვთქვათ თანამებრძოლები, თანამოაზრეები, რომელიც მას ეხმარებიან ძალაუფლების შენარჩუნებაში. და აქედან გამომდინარე ვებითი თუ გრძელვადია. ხო, აი მაგაზეც ვილაპარაკობ. და საუბარი ხარ რომ არსებობს ოცნება რაღაც პოლიტიკური ძალა, არსებობს ლევლო პოლიტიკური ოპონენტი ან ნაცები პოლიტიკური ოპონენტი, ეხა ამაზე საუბარი ზედმეტია. ეხა არის თემა, რომ ქვეყანაში არსებობს დიქტატურა და ქვეყანა გაიყო ორბანაკად. ადამიანები, რომლებიც ხარს უჭერენ დიქტატურას და ემსახურებიან მას და ადამიანები, რომლებიც ამ დიქტატურას ებრძვიან. მათ შორის ინსტიტუტებიც, ეგეც უნდა ვთქვა. ხო, ყველაფერი ეს ჯგუფები ცალკეული ვინ რას დაირქვეს, ვინ ეხა პოლიტიკურ პარტიას დაირქვეს, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. აქ სისტემები ერთ-ერთი რა სისტემაც მუშაობს, ეს არის დიქტატორული სისტემა. სხვა დანარჩენი ყველაფერი არის არაფორმალური სისტემა, რომელიც ეხა 19 საუკუნე ეხა იატაკქვეშეთი ცოტა ისეთი ხმაღალია თქვა, არა აუცილებელი იატაკქვეშეთი, მაგრამ დანარჩენი ყველა კანონგარეთ არის გასული. კანონის ჩარჩოებში რჩება მხოლოდ ის ორგანიზაციები, სისტემები და ინსტიტუციები, რომლებიც ემსახურება დიქტატურას. სხვა ყველა დანარჩენი ან საბოტაჟის რეჟიმში უნდა იყოს, ან უნდა გავიდეს დიქტატურის მორჩილებიდან და ეს არის ჯანსაღი დემოკრატიული მოქალაქეობრივი ზნეობრივი პოზიცია. სხვა ნებისმიერ არჩევნები გადავა არჩევნებში უნდა შევიდეთ რაღაცა აქ ნეიტრალიტეტს უკვე ვერ შეინარჩუნება რა ბატონო გეო. ხო, თავისთავად ეხლა ნუ ეს მოგწონს არ მოგწონს დგება ხოლმე ესეთი დროები, როცა ხრის გასაყართან ხარ უკვე. გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რომელ მხარეს ხარ, მდინარის მხოლოდ ორი ნაპირია, ხო, ან ერთ ნაპირზე ხარ, ან მეორეზე. ეს შუაში ვერ გაჩერდები, როცა ჩანჩქერებოდეს განსაკუთრებით. და ძალიან მარტივი და ეხლა ამაზე ჩამოყალიბება უნდა დავიწყოთ. ჩვენ იმის გამო რომ პროტესტი და საპროტესტო მუხტი არის ძალიან დიდი, იმის გამო რომ ოცნებას არ აქვს რაიმე იდეოლოგია, ის მხოლოდ რაღაცა შიშებით манипуლირებდა, ის როგორც ავტოკრატია, როგორც რაღაცა დახერვაზებული დემოკრატიის პოლიტიკური სუბიექტი ისე მუშაობდა, ამის გამო ის ძლიერ დიქტატურად ვერ ყალიბდება, იმიტომ ამას ყველაფერს ეს ხელს უშლის. იმიტომ რომ მან ჯერ ლოიალობა კი არ მოიღო ან პოლიციას კი არ უთხრება, აი მე დიქტატურა დავამყარე, შენ ახლა მე და შენ ვართ ერთ სამსახურში და ჩვენ ახლა ეს დიქტატურა უნდა შევინარჩუნოთ, ხო? აგერ ყავს პირობითად გომელაური ან ვიღაცა, ეს არის ჩემი წარმომადგენელი და შენ ხარ ჩემი გაგრძელება და მოდი ახლა აი როგორც ჩეკა იყო ან ის იყო რა ქვია, KGB იყო ან რაღაც სხვა ტიპის სახელით ეს ორგანიზაციები, ან თუნდაც შინაგან საქმეთა კომისარიატი თუ როგორც ერქვა, როგორც სადამსჯელო ესე რომ ვთქვათ სისტემის შემადგენელი ნაწილი, ესეთი მას არ აქვს. მან ის ხელისუფლებაში მოვიდა ისე როგორც თავის დროზე ჰიტლერი დემოკრატიული არჩევნების გზით და მერე დაიწყო კანონების მორგება და ეს დიქტატურის ჩამოყალიბება ოღონდ იდეოლოგიის გარეშე. მას არ აქვს კონკრეტული მიზანი, ჰიტლერისგან განსხვავებით. ხო, ნუ სახელმწიფოს ან ერის ან სახელმწიფოს ესე ვთქვათ სახელმწიფოებრივი ან ეროვნული იდეა მას არ გააჩნია. თუნდაც ალიევისგან განსხვავებით, თუნდაც ლუკაშენკოსგან განსხვავებით. ეს არის დაახლოებით აი შულერები ჩვეულებრივი აი თუ გახსოვთ ვაგზლის მოედანზე რომ სათითეებით манипуლირებენ. აი ესეთი ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ შემთხვევით ამ ინერციამ იმან რომ დემოკრატია სუსტი იყო ის როგორ პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური ჟულიკები ქვია მაგალითად ინტერესების გადააყოლეს ქვეყანა ამ იმან ესე ვთქვათ შულერებმა მოახერხეს ამ ქვეყნის ხელში ჩაგდება და ეხლა ყველაფერი ესია. მათ ჯერ კიდევ წინა შერეულ ძალებში უნდა მივიდნენ და მათ უნდა აუხსნან, რომ ჩვენი მოკავშირე არის რუსეთი, რომ ბიძინა ივანიშვილი დიქტატორია, რომ ამ სახელმწიფოში რასაც ბიძინა ივანიშვილი თქვის, ის იქნება წესი. ეს ყველაფერი შეიძლება ეს პირდაპირ და ეს დირექტივად არ წავიდეს, მაგრამ ეს გზა ამ დიქტატურას გასავლელია და ეს არის მისი ყველაზე უფრო სუსტი წერტილი. აი ამ გზის გადალახვის საშუალება არ უნდა მიცეთ, როცა ის დიქტატურის პირველი პერიოდიდან გადავა უკვე მყარ კონსოლიდირებულ დიქტატურაზე, როცა უკვე ყველანიღაბი ჯამოხსნილია და თამაშის წესი ყველა სტრუქტურას დაიმორჩილებს ასე. ტოტალურად. დაიმორჩილებს რა ეს თემა, იმიტომ რომ კიდევ ახლა განსხვავ თქვა სუსი მიჩვეული ახლა, იმიტომ რომ სუსი მაინც როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტია, ესე შეიქმნა თავიდანვე ის სახელმწიფო უსაფრთხოება არ იყო დაკავებული, მისი სახელმწიფო უსაფრთხოება გადიოდა
პირველ ოპონენტების დევნაზე, შევიწროებაზე და კომპრომენტაციაზე. თავი პოლიტიკური ფიგურის მსახურებაზე ეს იყო აგებული, ესე შეიქმნა თავდაპირველად და ესე მოყვა დღემდე, ხო? აი შინაგან საქმეთა სამინისტროში იქ არის რაღაცა კუნძულები ჯერ კიდევ. ხო, არა, ჯერ კიდევ ეს დარჩება, იმიტომ რომ მე წარმოვიდგინე რა ბიძინა ივენიშვილის რაც აქვს მას ხა ის როგორც ლაბარაკოს, ერთ-ერთი ვისაც უგებს ის კამაჩი და საუბრით ვისაც არის, ჩია მე მგონი, იმიტომ რომ ის ხონებული ვერ პასუხობს და ეს გამარჯვებულია ნიჩესთან მიმართებაში და უბრალოდ ის როგორ მოახერხებს ამ ყველაფერს აუხსნას შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს სისტემებია მაინც ასე თუ ისე ხარვეზებით, მაგრამ და თავდაცვის სამინისტროც ეს არის სისტემები, რომელიც გასული არიან არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით არიან, არამედ მათ აქვთ კავშირები და შესაბამისად ესე მარტივად ამ სისტემურ რღვევას ისინი ვერ მოახერხებენ. განსაკუთრებით შეერაგებული ძალების პირობებში, იმიტომ რომ მათი ამოცანა რომ შეერაგებული ძალები ის რაც დღეს ფონდით არსებობს, ეს უნდა გაანადგურონ. ვერანაირი ტრანსფორმაცია ვერ უშველის, უნდა თლიანად მოხსნან და ისევე აწყონ რუსული შეერაგებული ძალები. სხვა ტიპის შეერაგებული გადაეწყო. ანუ გადაწყობას ვერ მოახერხებენ. ანუ იმიტომ რომ ეს არის ამერიკელების და ევროპელების გაწყვეტილი შეერაგებული ძალები, მისი ოფიცრების 99% არის იმ განათლების მატარებელი, ხოლო 80-85% არის პროდასეული განწყობის. მენტალიტეტიცაც ხო? კი, ხო. და მათ არა მარტო ცოდნით, არამედ მენტალიტეტი, ხო? ბატონო, კი, რა თქმა უნდა, ხო, ესე არის. ამიტომ ეს ძალიან დიდი გამოწვევები აქვს ხა ამ დიქტატურას, მას მარტო ის არა გამოწვევები ჩვენ რომ ქუჩის აქციებზე ებრძოლოს. კიდევ უფრო დიდი გამოწვევა აქვს შიგნით. იმიტომ ეს დიქტატურა მყარდება არა ყველა კლანისთვის, აღმოჩნდა არის რამდენიმე ძლიერი კლანი, მათ შორის ბატონ თემურთან ერთადაც რო ვისაუბრეთ ჩვენ არის ქურდული დაჯგუფებები, ანუ რამდენიმე დაჯგუფება, რომლისთვისაც ეს დიქტატურა ამყარდება, ანუ რომელიც ამ დიქტატურის სიკეთეების მიღმა რჩება. ანუ ისინი უნდა დაიჩარონ, იმიტომ რომ ესეა კლანური ბუნება, ანუ ბიძინა ივანიშვილის კარზე არ არის ადგილი 5-6 კლანის, ხო? იმიტომ რომ ყველაზე მსუქე ბიზნეს ლუკმა არის ბიუჯეტი და ბიუჯეტი ვინც ბიუჯეტზე ზის და ანუ ვინც პრემიერ-მინისტრია, მინისტრებია, ისინი ამ ბიუჯეტიდან საკმაოდ ესეთ მსუქე დაჭერებს ღებულობენ. ზიგებენ. ამიტომ ამისთვის ამ ყველაფრის მიღმა დარჩენა დიდ რისკს შეიცავს. ხო, აიძულებს ამ კლანებს იბრძოლონ. ღარიბაშვილი რას იტყვის, რა ჩვენებას მისცემს, ან ლილუაშვილი რას გააკეთებს, ეს საკეთ თემაა. ეს არის მათი პერსონალური პიროვნული სახე. მაგრამ მათ უკან არსებობს კიდე კლანები, რომელსაც თავისი ინტერესი აქვს. და თუ ღარიბაშვილი ამ კლანის ლიდერის ვალდებულებას ვერ შეასრულებს, კლანის ლიდერი შეიცვლება და ეს კლანი გააგრძელებს ბრძოლას, გააგრძელებს მოკავშირეების ძიებას. და ბიძინა ივანიშვილი ეხლა ჩვენთვის თუ ეს მაინც ჯერჯერობით ინერციით, მაინც პოლიტიკური ოპონენტია და იმ შემთხვევაში თუ ქუჩა დაიმარჯვებს, მაინც ესე ვთქვათ დეკლარირებული მიზანი არის დემოკრატიის აღდგენა და ბიძინა ივანიშვილს ემუქრება დემოკრატიული სასამართლო ობიექტური თავისი დაცვით, თავისი ესე ვთქვათ თავისი დამოუკიდებლობა, ყველა იმ სიკეთით რაც ახასიათებს დემოკრატიულ იურისპრუდენციას. იმ შემთხვევაში თუ მისი ისე ვთქვათ შიდა კლანიდან რომელიმე დაწინაურდება და გაიმარჯვებს, ის სიცოცხლეს დაამთავრებს ბრუტალურად, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი იმდენად ძლიერია, მისი ესე ვთქვათ ჩამოშორების ერთ-ერთი, ანუ ის რომ ის უსაფრთხო გახდეს, ის უნდა მოკვდეს. სხვა გამოსავალი ამ კლანებს არ აქვს. ამიტომ შესაბამისად ის ბრძოლა, რომელიც შიგნით მიდის, ეგრეთ წოდებული ოცნების შიგნით, ბიძინას კარის თამაშები რაც ვეზირების ის გაცილებით ბრუტალურია, იქ დანდობა არ არსებობს ბუნებაში, ხო? განსხვავებით ის რაც ქუჩის პროცესია. ამიტომ ეხლა მე არ ვთვლი რომ რაღაც 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა. ოქტომბერს უბრალოდ ავტოკრატიამ გადალახა ზღვარი, ჩამოყალიბდა დიქტატურად, ყველა მიღება ჩამოხსნილია და უკვე როგორც ფრანგები იტყვიან, ომში ისე როგორც ომში. ყველა ხდება, რომ აქ არ არსებობს სახელმწიფო სისტემა, აქ არის ყველა წინამდეგ და შესაბამისად უბრალოდ ამ ყველა წინამდეგს ერთადერთი ვისაც ყველა მტრობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი თავისი გარემოცვით, ანუ ის ვინც ყავს ხა კობახიძე დინარაძის სახით, ეს არის ყველასფერი. დარჩენი ზოგს ერთმანეთი მოწონს, არ მოწონს, ზოგი ერთმანეთის ფტერია, ზოგს უნდა ეს რა ქვია რაღაცა
ოცნება ბიძინა ივანიშვილის გარეშე შეინარჩუნოს ზოგს არ უნდა ზოგს მოგეთ სხვა ესე ვთქვათ არ უნდა ყველა წინამდე მაგრამ ყველა ბიძინა ივანიშვილის წინამდე აი ესეთი ესე ვთქვათ სიტუაცია დაყარდა 4 ოქტომბრის შემდეგ უბრალოდ ეხლა ამ სიტუაციაში ხდება ხელახლა ძალების ფორმირება ხო ანუ ყველა ჯგუფი ცდილობს ეხლა მოძებნოს მოკავშირე გაძლიერდეს ძალა გახდეს შეიფსოს თავისი წევრები მონახოს ახალი ტაქტიკური ლეთების საბრძოლოდ ზოგი დარბის რაღაცა ზოგს სტრატეგიებით დარბის შეხვედრაზე ზოგი რაღაც პოლიტიკური სიმძიმით ზოგი დასავლეთთან კავშირის რესურსით და ესე შემდეგ ყველა ცდილობს რომ თავისი კაპიტალი ის რაც თავისი რესურსის კაპიტალიზაცია მოახდინოს ისე რომ ის გახდეს სიმძიმის ცენტრი და ეხლა ყოველგვარი იმიტომ ჩვენ წინა შეხვედრებზე რაღაცა რჩევებს ვიძლეოდით რომ ერთობა და რა ქვია ერთიანობა რაღაცა ეს ქვეყნის საჭირო მაგრამ ეს მე დავთავდა მაგრამ ერთიანობა ერთობა რაღაცები არ არის ყველა ხდება რომ გამარჯვების პრიზი არის ძალიან დიდი რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ იმის რომ აი ამ ბრძოლაში ჩართული ასე ვთქვათ ჯგუფებს არ მიცეთ საშუალება რომ ვირთხებად იქცენ ხო გახსოვთ ეს ფილმია მე მგონი ამერიკული კომედია ვირთხების რბოლა ხო რაღაც დიდი პრიზის თუ დიდი კუშის მოსაპოვებლად ეს რბოლა ადამიანებს დათათუთაშიაც კანსრესენს იგივე ადამიანებს სახეს აკარგინებდა ეს არის ხომ ხალხი ხანს გაკეთებს ხანს გენიალური ფილმია ხო და ამიტომ ჩვენ ზუსტად ეს უნდა იყოს ანუ ყველაზე ის ჯგუფები რომელსაც აქვთ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის შეგრძნება ამ ჯგუფებმა უნდა მოახერხონ ის რომ ქვეყანაში მთავარი ესე ვთქვათ ბრძოლის მთავარი სამიზნე და მიზანი იყოს დემოკრატიის აღდგენა არა ძალაუფლების მოპოვება არამედ არა ამ პრიზისთვის ბრძოლა როგორც ასეთი არამედ დემოკრატიის აღდგენა და მე რო კიდევ ამ დემოკრატიულ სისტემაში ხა ძალაუფლებისთვის ბრძოლაც იქნება და დარგი პოლიტიკოსებიც იქნება ცუდიც პატიოსანი და უპატიოსანი მაგრამ ეს არის მთავარი ამოცანა სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო რთულად იქნება საქმე უკვე მარტო ძლიერი ანუ უყურეთ თუ ეხა ღარიბაშვილისთვის და ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგე არის ერთმანეთია იმიტომ რომ ძალისეთ წარმოადგენენ და არანაირი მოწინააღმდეგე მათთვის არ არის დაუშვათ რა ვიკითხა ხაზარაძე ან კახარია ან ისე რა ბოგუჩავა ხო მათთვის მათ იციან რომ ესენი როგორც სიმძიმის ცენტრები არ არიან ხო მაგრამ უყურეთ ეხა თუ ისინი მზად არიან ერთმანეთი დახუცონ და ამისთვის ყველა ინსტრუმენტს იყენებენ, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით უფრო ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ გაგრძელდება. შემდეგ ეტაპზე შეიძლება ჩვეულებრივი უკვე გახარიას ცემა კი არ აკადრონ და ხაზარაძეს ეს დამცირება კი არ აკადრონ, როცა დაიჭირეს, ახეხინეს ის საკანი, გამოუშვეს და სხვები დატოვეს. თან გამოუშვეს ისე რომ აი დამამცირებლად გამოუშვეს იმიტომ რომ სხვები ჩატოვეს მისი პარტია არჩევნებამდე მიიყვანა და ეს საფასური გადაეხარა მორალურად და ზნეობრივად გაანადგურეს ეს ტიპი ეხა წარმოიდგინე არც კი გამოდის ტელევიზიებით ხო ნუ ეხა რაპერეთ უნდა მოვიდეს გიორგი ახლა არ გავიგე კი უყურე ხო და ესეთი თემა არის ანუ ამ შემთხვევაში უკვე როცა სხვა ეტაპზე გადადიხარ უკვე ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგეც კი უკვე უნდა გაანადგურო ამ სხვა ეტაპზე გადადიხარ თორე იმაში რა ქვია თებერვლის რევოლუცია რუსეთში მშვიდობიანი იყო არა და მომყარა ხო თუ არ ჩავთვით რამდენიმე ჯარისკაცს და რამდენიმე ჩინოვნიკს ასევე ოქტომბრის გადატრიალებაც თავიდან არ იყო სისხლიანი ის ზამთრის სასახლის აღება მოხდა უბრალოდ ყოველგვარი ერთი აურორის გასროლისა და ტროცკიმ ეთამაშა მათ გადამწყვეტებული იცავდა საერთოდ და თუ არ ჩავთვით გაუპატვირება მასობრივ გაუპატვირებას დიდი ზარალი არ ყოფილა უბრალოდ მე როცა დაგწმაცებული ძალაუფლების სისტემა აღარ იყო და სხვა ჯგუფები დაიწყეს ძალაუფლებისთვის ბრძოლა ისინი იძულებული გახდნენ სისხლიანები გამხდარიდნენ არა იმიტომ რომ აპრიორში ბოროტები იყვნენ არამედ სიტუაციას მოაქვს ესეთი იმიტომ რომ ადამიანი ესეთია როცა მის სიცოცხლეზე ემუქრება ის სასტიკი ხდება და მე უკვე ამ სისასტიკე როცა გადადის და ის იღებს უპირატესობას მისთვის ძალიან ძნელია ამ ერთხელ გასინჯული
დაგემოვნებული ძალადობაზე უარის თქმა. ამის მაგალითი თუნდაც ბოლშევიკების ისტორია ახლა დღევანდელ ოპონენტებს და მეცნიერებს თუ მოქალაქეებს როგორნიათ რომ ესენი ერთმანეთს დაჭამენ და შეჭამენ და მერე ჩვენ მოვალ და ადგილ გაგვინთავისუფლებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ილუზიურია იმიტომ რომ ახლა ბოლშევიკები რო ავიღოთ იგივე ბოლშევიკები ხო რა უნიჭიერესი ხალხი ყავდათ კაცო ტროცკი ლენინი სვერდლოვი ბუხარენი ზინოვიევი იქიდან ერთმანეთს ჭამდნენ ანადგურებდნენ და გაანადგურეს ბოლომდე და ბოლო წერტილი ტროცკის კვლელობა იყო იგივე მექსიკაში ხო როგორ და იმის შემდეგ 70 წელი იყვნენ ხო შემდგომ ინერციით ამიტომ ამ όμα კლანების გაწეწვამ და მატერიალური იმეების თუ პოლიტიკის გადანაწილება ილუზიებში არ უნდა შეიყვანოს ეს საზოგადოება პირიქით მაგაში მართლა გითხრებით ოღონდ უყურეთ როცა ამ გაწამატიაში იყვნენ ბოლშევიკები როცა მას თავიდან მოკავშირეები ესტეკების და ესერების ყავდათ ხო როცა ეს გარჩევები დაიწყო მაშინ არ აღმოჩნდა ძალა რომელიც ამ ყველაფერს გამოიყენებდა ბოლშევიკების სისტემას გამოიყენებდნენ ჩვენ ზუსტად ეს უნდა მოვახერხოთ რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის რომ სანამ დიქტატურა კონსოლიდირდა ჩამოყალიბდა და გაძლიერდა მანამდე ჩვენ უნდა დავამარცხოთ ის უნდა რაღაცნაირად ძალები გამოვნახოთ ჩვენში რომ კონდეს მიზანმიმართული გეგმაზომიერი კარგად ორგანიზებული და კარგად სტრუქტურირებული ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ კი ბატონო და ახლა ბატონო გიორგი ახლა მე ახლა ამ კონსოლიდაციაზე და ძალად გარდასახვაზე და სხვადასხვა ინსტიტუტების თანამშრომლობაზე და მესამე პირდაპირ გეტყვით სანამ აქ მესამე ძალა რეალურად არ შეიქმნება ყოველგვარი იმიტაციებისა და თვითმარქვეობისა და ამების გარეშე მე აქ გამოსავალს ვერ ხედავ რა ელემენტარულად. ეს პროცესი როგორ წარმოგიდგენთ? ანუ ქუჩის მოქალაქეობის ინსტიტუტების ეს კომბინაცია როგორ წარმოგიდგენიათ სქემატურად, წარმოსახვით, კომბინაციაში თუ რა სახე უნდა მიიღოს? ადამიანები ერთმანეთი როგორ უნდა მონახონ? ინსტიტუტებმა როგორ უნდა ითანამშრომლონ? აი გული გონება და ცნობა ერთმანეთზე და კიდია რუსთვალს რო აქვს მეტაფორული გამონათქვა, ეს ჩვენი აი ამ გადმოსახედიდან დღევანდელ რეალობაში რა სახე უნდა მიიღოს? თორე ახლა თუ ესენი ერთმანეთს არ აძლიერებენ რა ელემენტარულად და გონება არ არის წინამძღოლი და მხოლოდ ახლა ზეამაღლობელი და ჰეროიკული ადამიანების იმედი თუ იქნით და ხალხი კიდე შეიასკდა და კიდე ეს სერიები გაგრძელდა ამას რა აზრი აქვს ხო საერთოდ აი ოპტიმალური გამოსავალი და ფორმულა თუ ამდაგვარეს როგორ გესახება არა ამ ეტაპზე არამედ ამისახებია პერსპექტივაში გეკითხებით თორე აქ რა მდგომარეობაც არის გასაგებია კაცო კატასტროფაა ხო ამისთვის დაკეთა უნდა იყოს და ცოტა ჩვენ ბატონ გიორგი მეც დავამატებ ერთ კითხვას თქვენ ხომ იცნობთ მეცნიერთა კონგრესის დოკუმენტს ეროვნული თანხმობის პარლამენტის თაობაზე კი ბატონო აი ესეც აი კითხვაში შედის ვარიანტი აი როგორ ფიქრობთ ამას აქვს რა ადგილი უნდა კონდეს ეს ოპტიმალური ნორმალური ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად როგორ ყალიბდება ეს მესამე ზალა რა იდეა გაქვს სხვა ხო მაშინ ამბობთ ვიყოთ პირველ რიგში 4 ოქტომბერმა ჩვენ გვაჩვენა რომ ჯერ კიდევ ჩვენ გვაქვს რაღაცა იმედები რომ სასწაული მოხდება რაღაც აპრების მაინც გვჯერა როგორც პრაგმატული ერი როგორც ვიყავით რა რომელმაც იცოდა როდის იყო ბრძოლა საჭირო და როდის პაუზა საჭირო როდის დამარცხება გახიზნა მოხალხეების ბავშვების ქალების და ყველაფერი ამაზე იყო აგებული ხო ანუ ჩვენ ციხესიმაგრეები ხიზნოს დინარე და გამოქვაბული ყველაფერი იმას მეტყველებს რომ არ ვიყავით ჩვენ ეხლა როგორც ეხლა ვართ ხო ანუ არ ჯეროდა ზღაპრების და ლიდერები პირიქით ლიდერები ესე მარტივად რაღაცა ავანტიურაზე ვერ წამოგვაგებდნენ ხოლმე. ეხლა ცოტა სხვანაირად ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ უცებ გვინდა გამოსავალი, აი უცებ არ გამოვა. სწრაფად გვინდა. ამას შრომა დაჭირდება, ამას არ ჭირდება, რომ აი ვიღაცა რუსთაველზე დგას 200 კაცი და აი ისინი რაღაცას მოიფიქრებენ, ან რაღაცა იქ ვიღაცა მოიფიქრებს. არა ეს შენი ბრძოლა, ანუ შენ უნდა ხდებოდე რომ აი ეს სახელმწიფო, ну საბჭოთა ინერციაც არის ხო? ჩვენთვის ვიყავით სახელმწიფო თავისთვის, ხო? თუ სახელმწიფოს იმაში არ შეიჭრებოდი და
ზედმეტ არ მოიპირებდა სახელმწიფო ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაამთავრებას ეს სიახლოს სახელმწიფოში არ მოდიოდა ეხლა ხო ანუ იმას არ ვიტიყო რაღაც ავგაროზივით ლოცვა კომუნისტურ პარტიას საერთოდ კავშირი თუ ამას არ აგინებდი ესე იგი ყველაფერი კარგად იყო რა და შენთვის იყავი და ეხლაც ესე მგონია და სადღაც მოსკოვში წყდებოდა სახელმწიფოს ბედი და ეხლა და არც სკოლაში არ გვაქვს ჩვენ ეგეთი არის და მოქალაქეობრივი თუ სამოქალაქო განათლება სადაც ჩვენ გვასწავლიან რომ სახელმწიფო ჩვენ ვართ ანუ ჩვენი ერთიანობაა სახელმწიფო და არ არის შინაგან საქმეთა სამი თავდაცვის სამინისტრო ეს არის სპეციფიკური ინსტიტუტები რომელიც ჩვენ ვქვნით იმისთვის რომ თავი დავიცვათ რაღაც წესრიგი დავიცვათ ხანძარი ჩავაქროთ ხოლმე ესია და არა ის რომ რაღაცა არსებობს ბიზნესა ივანიშვილი რომელსაც აქვს რაღაც ძალაუფლების სყარო და ეხლა იმისაა შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვა ვისია ესეთ განწყობით ვარ ჩვენ და ეხლა რაგი არ მოგწონს ბიზნესა ივანიშვილი არ მოგწონს ის არ მოგწონს და ეხლა მისი ჩამოგდება გვინდა რომ ვიღაცა მოიფიქროს და ჩამოვაგდეთ რა და ესე არ არის ჩვენ ყველა ერთად უნდა მოვინდომოთ ეს რაც ხო რაც შეეხება ბატონო ვახში მაგ ჩემი დამოკიდებულება ანუ თვითონ რა თქმა უნდა დოკუმენტი ძალიან საინტერესოა და ყველა პუნქტს რომელიც მასში არის ვეთანხმები იმიტომ რომ რატომაც არა ჩვენ შეიძლება ზუსტად ესე არ ვიყოთ რომ უბრალოდ ნორვეგიის მაგალითს გეტყვით ხო აი ნორვეგიაში ძალიან გავრცელებული იყო ქურდობა მე-20 საუკუნის დაწყისში ყველგან და ყველაფერს იპარავდა და სეიმი თუ რაც აქვს ატაკი ქვეყანა იყო ყველაზე არა ხალხი ეკონომიკა ცალკეა შეიძლება და შეწუხდნენ და თქვენს ესეთი რაღაცა რომ პოლიცმაისტერი თავარ პოლიცმაისტერი გამოვიდა თუ ჩვენ გვინდა რომ ტურიზმი იყოს შემოსავალი გქონდეს და შეჯერკიო ნავთობის თემა არ იყო მე ყველა გზაჯვარედინზე დავაყენებ პოლიციას და მივაღწევ იმას რომ სამ წელიწადში ნებისმიერი ქისა ფულით სავსე ქისა რომელიც დაუვარდება გავლენს მას არავინ არ აიღებს და მართლაც ესე არ მოხდა ნორვეგიის ყველა ქუჩაში ყველა გზაჯვარედინზე იყო პოლიცია განკაცრებული კანონებით ანუ სახელმწიფოური მიდგომა კამპანიური მიდგომა როგორ იყო ანუ ერმა მოინდომა ეს ნებელობის მომენტები თუმცა ძალიან რაღაცა ის პროექტი არ შემოვიდა არამედ ერმა მოინდომა ჩვენ ტექნიკური მთავრობა თანხმობის მთავრობა იმისთვის რომ გამოვიყენოთ იმისთვის რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში გარდამავალ პერიოდში დავხვეწოთ ინსტიტუციები, კანონმდებლობა და არ იყოს პოლიტიკური ბრძოლა, იმიტომ პოლიტიკური ბრძოლა ხშირად არ გაძლევს საშუალებას და ამა თუ იმ თემას ობიექტურად მიუდგე, ყოველთვის კიდე ჩადოს შიგნით რაღაცა ელემენტი, რომელიც შემდეგ უპირატესობას მოგცემს. ამ შემთხვევაში თუ ეროვნული თანხმობის მთავრობა გვეყოლება, სადაც და არა მხოლოდ მთავრობა ეს მიდგომებიც ესე იქნება, ჩვენ დავკავდებით, მოდი ჯერ სტადიონი შევქმნათ, წესები შევქმნათ, რაღაც ჩემპიონატის ის რეგულაციები დავაწესოთ და მერე შევეჯიბროთ ერთმანეთს პოლიტიკური ძალები, მემარჯვენეები, მემარცხენეები, რა ვიცი, ცენტრისტები. ბატონო, ჩემო ეს უბრალოდ ისმის რომ აი ვეთახები, მაგრამ უყურეთ სად მოდის ჩემი კრიტიკა. იმისთვის რომ დოკუმენტი იყოს ცოცხალი, მისი შინაარსობრივი გენიალობა მარტო არ არის საკმარისი. ანუ გაახერხა მასებამდე როგორ მევიდა. არა, მასებიც რა, აი მასებიც რაც უნდა აგიტაციო ესე არა. მას უკან ჭირდება ძალა, რომელიც ამ დოკუმენტს გააცოს. ლეგიტიმაციას გააცოს და აქცევს როგორც პოლიტიკურ დოკუმენტს. ხო, მაგას გულისხმობს. არა, უყურეთ კარგი ქვეყანა რო იყოს შეიძლება არსებობდეს დაკვეთა, მაგალითად რომელიმე პოლიტიკური ძალა შემოვა თქვენთან ესე ვთქვათ ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში და ის შეასრულა თქვენი იქნება ცოდნა სისტემური მიდგომა კარგი პროექტი და მისი როგორც პროფესიონალი პოლიტიკოსების ამ პროექტის დაკარგვა. ესეც შეიძლება, მაგრამ აქაც მაინც კომუნიკაცია არის აუცილებელი. საჭირო. და რაც შეეხება ხალხის მასას, ეს უკვე მეორე ეტაპია. უბრალოდ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ის ჯგუფი რომელსაც რომელიც ჩემი მეგობრები არიან, ჩვენ მომხრევართ პლებისციტური რესპუბლიკის არსებობის. ანუ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი უნდა დაისვას პლებისციტზე და პლებისციტით უნდა გავიდეს. როგორც შვეიცარიაში. არა ისე რომ რაღაცა ძალიან კარგია, ცუდია. კარგი და ცუდი ეს გასაგებია, ეს ძალიან სუბიექტური შეფასებებია. უნდა იყოს მომწონს ან არ მომწონს.
როგორც წესი, შეიძლება ეს ბევრი რაღაცის მიმართებაში ძალიან სუბიექტური იყოს და შეიძლება უსამართლოც იყოს, იმიტომ ადამიანებს ხანდახან უცნაური რაღაცები მოწონს. მაგრამ მაინც ეფექტურია. თუ საშუალო სტატისტიკურ სურათს ავიღებთ, როცა ამ ტიპის გადაწყვეტილება ხდება და არ ხდება დომინაცია, თითქოს თუ ესე ბატონო გეორგი, იცით რა, ჩავერთობი უკაცრავად რა, არსებობს რაღაც პირველ ხარისხოვანი რაღაც მომენტები რა, თქვენ რასაც ბრძანებთ ახლა მაგ პლებისციტზე და რეფერენდუმზე მაგას როდესაც გავიტანთ, აქ ჩვენ საქართველოს არ იქნება, აი მამაში ეს მომავალში საუბრობთ. ხო, კი, არა, ხო, მაგრამ მე გეუბნებით ახლო მომავალში რა უნდა გაკეთდეს, რადგან ეს პარტიები რო იკრიბებიან და დღესაც მაგალითად ვიცი რომ საელჩოებს ხდებიან რა. მითხრეს როგორც ასეთი დანიშნული იყო და რაღაც იქიდან ერთიანობა, ვიტო მე კი ერთიანობა კი არ არის თავარი, ერთიანობა აუცილებელია, მაგრამ ერთიანი ჰიტლერის გერმანიაც იყო და პუტინის რუსეთიც არის ერთიანი რა, არა, 90% იქაც და იქაც ხარც უჭერს, არაფერს არ ნიშნავს. ეს კაცობრიობისთვის რაც ნიშნავს, ისტორიისთვის, სულიერებისთვის, ცივილიზაციისთვის, მემკვიდრეობისთვის, ეს არის მთავარი სტრატეგიული მომენტები და ეს ერთიანობა როგორ გადადის ამ იდეებში, ხო, ეგ არის მთავარი, ეგ უნდა დაადგინოდა. ახლა ამ შემთხვევაში ხო უპირველესად ახლა გავხვალ იქ ახლა ბინადრობის უფლება ყველას აქვს რა 17 ქვეყანას ელემენტარულად შემოდის აქ ყოველგვარი იმის გარეშე რაღაც ბინას ეყიდეს კვიდრდება გადის წლები იმას მერე მოქალაქეობა მიეცემა და ჩვენ ავტომატურად აღმოჩნდებით ასე ვთქვათ უმცირესობაში ასევე ეს პირდაპირ კავშირშია ტერიტორიების რღვევასთან პირდაპირ კავშირშია ახლა მე ამ ოპოზიციის მართლა არ მინდა რა მაგაზე თავს ვიკავე ყოველთვის მოკრძალებული წარმოდგენის ვიყავი მთლიანობაში თორე პერსონალურად ბერთან მეგობრობ ბიჭო როგორ შეიძლება აი ეს პრობლემები არ კონდეს გაცნობიერებული და საზღვარი როგორ საზღვრის დაცვის ორი საშუალებაა ან სამხედრო ან კულტუროლოგიური რა ელემენტარული აქ ბატონი ვახში რო ლაპარაკობდა რაღაც იქ პატაკოღუაშვილის ეს ხაერში ჩამოკიდებული კი არ არის კაცო როგორ უნდა დაიცვა სოფელი რასახე ულტრათანამედროვე ეს არის დაცვის ასე ვთქვათ იარაღი ბურჯი სადაც გენეტიკაც იქნება გარანტირებული კულტუროლოგიური ურთიერთობა და ყველაფერი დამყარებული და დაიცავ იმ საზღვართან იმ საზღვარს თუ არ იცავ მაშინ ამას ფას დაადებ იმას გაყიდე და შენს მაგერად და ჩემს მაგერად სხვა შემოვა დამთავრდება ყველაფერი რა ეს ახლა ეს ანიბანია მე ვერც ერთი მათგანისგან აი ვერც ერთი სუხო უყურე ჩართული ვარ რა მე და სულ უყურებ რა ვერც ერთი კიდე ერთი ადამიანისგანაც ვერ გავიგე ამ საფრთხის ასე თქვა პრობლემები მისი პერსპექტივა მისი მოგვარება და ასე ამის შეკითხვას თუ არ დასვამ შენ თავს თუ არ დაუსვავ შენ პარტიას შენ ჯგუფელებს შენ ამომრჩევლებს პოლიტიკაში რა გიდა ახლა მაგათ რა ენაზე უნდა ველაპარაკო გიორგი აი რა ენაზე უნდა ველაპარაკო არესმის ბატონო ვახში და ეს ჩვენი მოსაზრებები და რაღაც მაგათ და გარდა ამისა კიდე სხვა ისა კაცო ახლა მეცნიერთა კონგრესი კი არა 4 წლის წინ გივი თალაკოძე ეს ნაშრომები ფუნდამენტალური დღეს რო წიგნა დააქვე პრეზიდენტს მიუტანეთ მეხუთე პრეზიდენტს ეგრეთ წოდებულს და საერთოდ დაიბადა ხელები რა შეიძლება ითქვა ეს არის არ ვიცი აი რა ადამიანები ქვია ამათ რა მომწიფებულობის ხარისხია და რა უნდა საერთოდ პოლიტიკაში აი ეს ყველაფერი იქნება კარგად იმდრო ეს არა ნუ კარგად აღრა უნებრივი გადარჩევის plan ოპტიმისტი ხარ არა ოპტიმისტი არა მე ჯგუფის იმედი მაგრამ გავძლიერდები მე ოპტიმისტი ეს პერიოდი და ბატონების ერთი შეკითხვაც მე შეიძლება მოკლე რო დავუსვა მე ახლა უკვე დავამთავრეთ და დრო დავიცვა დრო ერთ შეკითხვას დავსვა და შემდგომში რომ მოვა ელემენტარულად მინდოდა უნიშნელოვანესია მე ახლა ტრაფარენტულ რაღაცებს არ ასვამ რა დასვი ბორტნიკოვმა რო გააკეთა განცხადება 4 დღის წინ ახლა ამაზე შეურაცხმეთ ბორტნიკოვი არის რუსეთის უშიშროების შეფი სამარყანდში ესენგეს ხლომაზე გააკეთა ნუ ახლა ამას რო გაატარებს მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა განსაკუთრებით ეს ახლა რა უნდა მაგას კაცო დააგეგე წიგნები წაიკითხე შვილო რა გააკეთა შემდეგი განცხადება რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გამოსულები ვართ ესენგედან ხო უარა ვართ ხო სააკაშვილმაც კი დაბუიანებულად მაგრამ მაინც მეიღო გადაწყვეტილება გამოვიდა ესენგედან შევარდნაძე რო ჩამოვიდა პირველად მახსოვს არ შევართო და ეს რო იკარგებოდა სოხუმი რო იკარგებოდა
სოხუმი რო იკარგებოდა მაგდროში და იმაში თავის გადასარჩენა და არა ქვეყნის გადა ხო გახსოვთ ეს ეგრე იყო პორტნიკოვმა თქვა რომ საქართველოში მოსალოდნელი არის ასე თქვა ტერაქტების მთელი რიგი სერიები და ასე შემდეგ ეს ახლა რასაც ნიშნავს ამას რეაქცია თუ ჯარი შენმა მიქედან და რა არის ჯარი არა ნუ ახლა მაშინ რეაქცია ხომ უნდა გქონდეს ბატონო ვახშე რომ დააგებთ ეს ბევრ ამბეს დააგებთ ისო აი ჩვენ ვაკ რეაქცია და ვახდრებს არა იესო ქრისტეს არ იყო ცოცხლები მე გამოყვევი და კუდრები დაასაფლავონ თუ ამით ვინ უგეშებ თავს კი ბატონო ესე თქვენთან თემაზე მინდოდა მე ერთი ორი იმიტომ რომ ეს ახლა ვრცელი თემაა გასაგებია ახლა მოკლედ ვედი პასუხი მაგრამ ერთი ორი სიტყვით ვითხარით და დავამთავროთ ალბათ ჩვენ თუ დავამარცხებთ დიქტატურას ერთ-ერთი რუსული ძალა საქართველოში მოქმედი არის ეგრეთ წოდებული ოცნების ჯგუფი ივანიშვილის ჯგუფი რუსეთს დღეს სხვა ბერკეტი საქართველოს ზემოქმედების არ გააჩნია დავამარცხოთ დიქტატურა და ჩვენ გვექნება უამრავი საშუალება როგორ დავიცვათ თავი კარგით თუმცა ეს პასუხი არის გარმავებას შემდგომში რომ მოხვალთ შემდგომში მაგ თემაზე დაწუხებით იმიტომ რომ აქ ქვეყანა დემარკაციის საზღვარი დემარკაცია არც ერთთან არ იყო გავლებული თურქეთის გარდა ახლა ეს არაფერს არ ნიშნავს იგივე კონტექსტში და რუსეთის დუმას რო აქვს მიღებული თუ ჩემ მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემა საზღვარ გარეთ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რომ დავგონბოთ ეს ადგილი უკაცრავად ახლა დროებით შესვენებას ასე თქვათ ვაცხადებთ ბატონ გიორგის მადლობას მოვახსენებთ როგორც ასეთი ვეკეთებთ შემოგვიერთებით მოკლე ხანში კიდე თქვენი გუნდით როგორ აგრია ეს საზოგადოება ამდაგვარი შეხვედრებისთვის და იმედია რომ საფრთხეს და უბედურებას ავწდებით